დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი რაკეტების შესაძენად 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ამის თაობაზე ლონდონში უკრაინის საკითხზე ლიდერების შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა. კერძოდ UK Export Finance-ის პროგრამით დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 1,6 მილიარდ სტერლინგს უკრაინისთვის 5,000 საზენიტო რაკეტის შესაძენად. მისივე თქმით, საზენიტო რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სექტორში. სტარმერის განცხადებით მიზანია უკრაინის ძლიერ მდგომარეობაში დაყენება, რათა შეძლონ მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან. ეს არ იყო ერთადერთი ამბავი, რაც გუშინ ლონდონში გამართული შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა. ევროპა თავდაცვისუნარიანობის გაზრდის და ეფექტიანობის გაზრდის საკითხზე კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობაზე თანხმდება. ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ სამი ლიდერები შეთანხმდნენ მალე კვლავ გაამართონ შეხვედრა, რათა ქმედებების მიღმა ტემპი შეინარჩუნონ და გააგრძელონ მუშაობა საერთო მიზნისაკენ. ჩვენ დღეს ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ, განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა და დასძინა, ეს არ არის მეტი საუბრის მომენტი, დროა ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია კონტინენტის მჭიდროდ მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სტარმერის თქმით, ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთად უნდა დადგნენ და ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონტინენტი მჭიდროდ მუშაობდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მისივე თქმით, აშშ საიმედო პარტნიორია. ასევე შეხვედრის დასრულების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლზს შეხვდა. ასეთი ამბებია დასავლეთიდან.